საუდის არაბეთში უკრაინისა და შეერთებული შტატების დელეგაციების შეხვედრის წინ დონალდ ტრამპი რუსეთს მკაცრი საბანკო სანქციებით და ტარიფებით ემუქრება. მოსკოვის მიმართ შეერთებული შტატების პრეზიდენტის ტონის გამკაცრების საბაბი ბოლო დღეებში უკრაინის ქალაქებზე შეტევების გააქტიურება გახდა. ფრთოსანი რაკეტებით ოკუპანტებმა ხარკოვში კრიტიკული ინფრასტრუქტურა, ტერნოპოლში კი გაზის მილსადენი დაბომბეს. იმ ფაქტის საფუძველზე, რომ რუსეთი ახლა აბსოლუტურ დარტყმებს ახორციელებს ბრძოლის ველზე უკრაინაში. სერიოზულად განვიხილავ დიდი მასშტაბის საბანკო სანქციებს და ტარიფებს რუსეთის მიმართ, ვიდრე არ იქნება მიღწეული ცეცხლის შეწყვეტა და საბოლოო შეთანხმება მშვიდობის შესახებ. მივმართავ რუსეთს და უკრაინას დასხედით მოლაპარაკების მაგიდასთან ახლავე, ვიდრე გვიანი არ არის. სანქციების გამკაცრებაზე საუბრობდა ნიუ-იორკის ეკონომიკურ ფორუმზე შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრიც. სკოტ ბესენტმა ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ შემოღებულ სანქციებს რუსეთის მიმართ სუსტი უწოდა და განაცხადა, რომ მოქმედი ადმინისტრაცია ყოყმანის გარეშე უფრო მკაცრ სანქციებს აამოქმედებს მოსკოვის მიმართ და ეს იქნება ბერკეტი მასზე სამშვიდობო მოლაპარაკებებს დათანხმდეს. თავარი ფაქტორი, რამაც განაპირობა რუსეთის სამხედრო მანქანის დაფინანსება ბაიდენის ადმინისტრაციის ძალიან სუსტი სანქციები რუსეთის ენერგოსექტორზე იყო. რა აზრი ჰქონდა შეერთებული შტატების დახმარებას ამ 3 წლის განმავლობაში სრულყოფილი სანქციების მხარდაჭერის გარეშე. ახალმა ადმინისტრაციამ ძალაში დატოვა ეს სანქციები და ყოყმანის გარეშე წავა ვაბანკზე, თუმცა ბერკეტის ფუნქცია ექნება სამშვიდობო მოლაპარაკებებზე. პრეზიდენტის მითითებით სანქციებს გამოვიყენებთ აგრესიულად და გამოკვეთილად მაქსიმალური ეფექტურობისთვის. ოვალურ კაბინეტში მომხდარი კამათის შემდეგ დონალდ ტრამპმაც და მისი გუნდის წევრებმაც უკრაინის მიმართ კრიტიკული ტონი შეცვალეს. ამას მოყვა კონსულტაციების გააქტიურება ამერიკელების მხრიდან. დაიგეგმა პირველი შეხვედრაც, რომელიც 11 მარტს საუდის არაბეთში შედგება. ომი უნდა დასრულდეს რაც შეიძლება მალე. უკრაინამ მზადაა კვირაში 7 დღე და 24 საათი იმუშაოს პარტნიორებთან შეერთებულ შტატებსა და ევროპაში მშვიდობისთვის. მომდევნო ორშაბათს დაგეგმილი მაქვს ვიზიტი საუდის არაბეთში ტახტის მემკვიდრე პრინცთან შესახვედრად. ამის შემდეგ ჩემი გუნდი დარჩება საუდის არაბეთში ამერიკელ პარტნიორებთან სამუშაოდ. უკრაინა ყველაზე მეტადაა დაინტერესებული მშვიდობით. როგორც პრეზიდენტს ვუთხარით, უკრაინა მუშაობს და გააგრძელებს კონსტრუქციულ მუშაობას სწრაფი და საიმედო მშვიდობისთვის. ეს პოსტი X-ზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში ვიზიტისას გამოაქვეყნა, სადაც ევროკავშირის საგანგებო სამიტზე სტუმრის რანგში იყო მიწვეული. შეხვედრის დღის წესრიგში იდგა ევროპის უსაფრთხოების გაძლიერება თავდაცვითი ხარჯების გაზრდით და უკრაინის მხარდაჭერა. ვიქტორ ორბანის უარის გამო შემაჯამებელი დეკლარაციის მიღება ვერ მოხერხდა. ამიტომ უკრაინის საკითხზე ცალკე დოკუმენტი მომზადდა ვიქტორ ორბანის ხელმოწერის გარეშე. უნგრეთის პრემიერი გაერთიანების 26 წევრისგან ისევ იზოლირებული აღმოჩნდა. უნგრეთს სურს მშვიდობა და არა ომის გაგრძელება. ჩვენ მხარს ვუჭერთ შეერთებული შტატების პრეზიდენტის სამშვიდობო ძალისხმევას და შესაბამისად ვერ დავუჭერთ მხარს 26 წევრი სახელმწიფოს მიერ მოწონებულ დოკუმენტს, რადგან ეს ეწინააღმდეგება მშვიდობისადმი ჩვენს ერთგულებას. ჩვენ ყველას გვინდა მშვიდობა. განსხვავება ისაა, რომ 27 ქვეყანას წამს მშვიდობისკენ გზა უკრაინის თავდაცვის გაძლიერებაზე გადის. ამ კონსენსუსიდან უნგრეთმა საკუთარი თავის იზოლაცია მოახდინა. იზოლირებული ქვეყნის არსებობა არ ნიშნავს უთანხმოებას, რადგან 26 ქვეყანა ერთიანია და აქვს საერთო სურვილი მხარი დაუჭიროს უკრაინას. ევროპის უსაფრთხოების გაძლიერების გეგმაში ჩართვას მოითხოვს თურქეთი და მზადაა უკრაინაში ზავის გაფორმების შემდეგ სამშვიდობო მისიაშიც მონაწილეობა მიიღოს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელშიც დისტანციურად მონაწილეობდა. ჩვენ მხარს ვუჭერთ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის უსწრაფეს ამოქმედებას და თავდასხმების შეწყვეტას ჰაერსა და ზღვაზე, როგორც მხარეებს შორის ნდობის აღდგენის ზომას. ჩვენი მოდერნიზებული ტექნოლოგიით მზად ვართ წვლილი შევიტანოთ თავდაცვის გაძლიერებაში. ევროკავშირის თავდაცვის პროგრამა ყველა მოკავშირისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენც ვიყოთ ისეთ მექანიზმში ჩართული, როგორიც ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტია. მოდით, ნუ დაგვავიწყდება, რომ ევროპის უსაფრთხოება მხოლოდ ევროკავშირის წევრებს არ ეხება. ეს ეხება ევროპის ყველა მოკავშირეს, ამიტომ მიგვაჩნია, რომ ჩვენი საერთო ინტერესია ყველა ნაბიჯი ევროპის უსაფრთხოებაზე თურქეთთან ერთად დაიგეგმოს. პროცესში ჩართვის სურვილი გამოთქვა ჩინეთმაც ევროპულ საქმეებში. ჩინეთის სპეცსარმომადგენელმა განაცხადა, რომ უკრაინაში მშვიდობას მხოლოდ ამერიკა და რუსეთი არ უნდა საზღვრავდნენ. ამას მოყვა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაც.
დიდმა ქვეყნებმა უნდა შეასრულონ საერთაშორისო ვალდებულებები და არ უნდა ეძებონ სარგებელის მიღება სუსტი ქვეყნის დაშინებით. ჩინეთს სურს სამართლიანი და ხანგრძლივი სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც მისაღები იქნება ყველა მხარისთვის. მზად განვაგრძოთ კონსტრუქციული როლის შესრულება კრიზისის საბოლოო გადაწყვეტასა და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებაში. დაინტერესებული მხარეების სურვილის შესაბამისად, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად. ყველა მხარემ კრიზისიდან რაღაც უნდა ისწავლოს. უსაფრთხოება უნდა იყოს ორმხრივი და თანასწორი. არავინ უნდა შექმნას საკუთარი უსაფრთხოება სხვისი უსაფრთხოების ხარჯზე. როგორი შედეგით დასრულდება ამერიკისა და უკრაინის დელეგაციებს შორის თეთრსახში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ დაგეგმილი პირველი შეხვედრა მომავალ კვირას გაირკვევა. უკვე გადაწყდა მოლაპარაკებების ადგილი. დელეგაციები საუდის არაბეთის შუამავლობით ქალაქ ჯიდაში შეხვდებიან.